გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას, გილოცავთ შობა ახალ წელს. წელს დავბრუნდით უკვე ჩვენი განახლებული ვიდეოთი და გვინდა განვიხილოთ კოხის პოლირების პასტების სისტემა. აქ დაგვემატა რამოდენიმე ახალი პასტა, ამაზე გვინდა კიდე განსაკუთრებით ვისაუბროთ და შევეხვებით ძალიან მოკლედ თითოეული პასტის განხილვას, რომელ პასტას რა ფუნქცია აქვს და როგორ უნდა გამოვიყენოთ. დავიწყოთ თავიდან პირველი პასტებით, ეს არის წითელი სერიის პასტები, heavy cut-ის, B9, H9, H8 და H7. წითელი სერია, რომელსაც აქვს კოხში წითელი ზოლი და ყველა არის heavy cut, ანუ მძიმე ჭრის პასტები, ნიშნავს, რომ ეს არის პირველი პირის ყველაზე ძლიერი პასტები, რომელსაც გამოვიყენებთ იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს საშუალო და ღრმა ნახაზები. ამ პასტებზე, რა თქმა უნდა, მუშაობს წითელი ფერის პოლირების კოხის ღრუბელი, რომელიც არის საკმაოდ მაგარი და გამოშვებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგად მოჭრას ამ პასტასთან ერთად ნახაზები და გამოვიყენებთ როგორც როტორული აპარატის ჩვეულებრივ ქეჩას, ასევე გამოვიყენებთ ორბიტალური აპარატის, ეს არის ახალი სერიის ქეჩა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს ნახაზებზე, ძალიან კარგად ჭრის. ანუ პირველ სერიებზე ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ღრუბელი გუბკა, ისე როტორული აპარატის ქეჩა და ორბიტალური აპარატის ქეჩა. ეხლა თვითონ ამ პასტებში რა არის სხვაობა? ანუ ახალი პასტა, რომელიც H9-ის შემდეგ გამოუშვეს, ეს არის heavy quick cut-ი B9. B9-ს ისევე როგორც H9-ს ჭრა აქვს ლაკის 9 და 0. აი ეს არის ჭრის კოეფიციენტი და ბლესკის, ანუ სიპრიალის კოეფიციენტი აქვს 5 და 5, 6 და 0-ის მაგალითად. ანუ ოდნავ ნაკლები აქვს ეს სიპრიალე. მაგრამ როგორც უკვე გამოცდილებამაც გვაჩვენა, ჩვენი აქტიური კლიენტები როგორც გეუბნებიან, პრაქტიკულად H9-ზე უკეთესი მოჭრა აქვს, ანუ უფრო უკეთესად, ოდნავ უფრო უკეთესად იღებს ნახაზებსო, ვიდრე იღებს H9. თვითონ ქარხანა იმას გვეუბნება, რომ B9 განსხვავებით H9-ისგან უკეთესია ახალ შეღებილ დეტალებზე, რადგან შეღებილია დეტალი შკურკავთ და როცა ზუმფარით ვამუშავებთ ამ დეტალებს, სითეთრეები მე დროთა განმავლობაში აღარ ამოაქვს. ანუ როცა ლაკს ბოლომდე არ აქვს დასრულებული შრობა და ჩვენ ვიწყებთ მანქანაზე პოლირებას, შის შემთხვევაში ეს ხდება ხოლმე, როცა ბაზარზე ეჩქარებათ მანქანის გაყვანა და ასე შემდეგ, უფრო მეტ შემთხვევაში ეს ხდება. ამიტომ უკეთესი იქნება რეკომენდაციას გაუწევთ, რომ დეტალი, რომელსაც ზუმფარით ამუშავებთ და არის ახალი შეღებილი, გამოიყენოთ B9. ყოველ შემთხვევაში, ვისაც H9 გამოგიყენებიათ, H8 გამოგიყენებიათ, იცით, სინჯოთ აუცილებლად გამოვიყენოთ B9, რომელიც არის ბოლო ვერსია ამ პირველი პირების. რა თქმა უნდა, B9-ც ასევე გვაქვს როგორც სხვა ყველა პასტა, როგორც კილოგრამიან დაფასოებაში, ისე 250 გრამიან დაფასოებაში. ყოველთვის ჯობია, რომ არ ჩამოასხმევინოთ პასტა და იყიდოთ ხოლმე, მოთხოვოთ მაღაზიასაც, ჩვენთანაც მაღაზიაში იყიდოთ, ყოველთვის პატარა შეფუთთან, თუ არ გვინდა რომ ვიყიდოთ კილოგრამიანი, ვიყიდოთ 250 გრამიანი, იმისთვის რომ როცა შევანჯღრებთ, მარცვალი კარგად აირიოს და არ ვამუშაოთ მარტო ცხიმი. ესეთ შემთხვევაში გექნებათ ალბათ შემთხვევები ამ ჩამოსხმულზე, ჯერეთი არაჰიგიენურია ამ თითით ამოღება ჭიქიდან და მეორე მარცვალი არ ერევა. მარცვალმა უნდა გააკეთოს ნახაზების ამოღება, ნახაზების ჭრა. ამიტომ პოლირების ბოთლს იმიტომ აქვს ასეთი თავი, იმიტომ აქვს ესეთი ფორმა, რომ ეს მარცვალი ხელით კარგად აერიოს, რომ ერთი და იგივე თანაბრად იმუშაოთ ყველა დეტალს. ეს რაც შეეხებოდა B9-ს. H9-ის შემთხვევაში H9-ც ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პირველი პირი, 9 და 0 მოჭრით და 6 და 0 სიპრიალით. გამოიყენება ყველა ტიპის ლაკზე, როგორც ბილ ლაკებზე, ისე კერამიკულ, ნახევარკერამიკულ ლაკებზე მუშაობს როგორც ქეჩასთან ერთად, ქეჩებთან ერთად, ასევე მუშაობს თავისივე გუბკასთან, ღრუბელთან ერთად. განსაკუთრებით ძალიან კარგად მუშაობს აი ამ ორბიტალურ ქეჩასთან ერთად, იმიტომ რომ ცხიმი აქვს საკმაოდ კარგი, დიდხანს მუშაობს ზედაპირზე, ჭრა ხდება ძალიან კარგად და ნებისმიერი ტიპის ლაკზე, ვისაც უმუშავია ორბიტალური აპარატზე, ვისაც უყვარს დასაწყისშივე იმუშაოს ორბიტალური აპარატის ქეჩით, იდეალური პასტა არის, დაიწყოთ H9-ით. შემდეგი პასტა გვაქვს H8, ანუ სანამ H9-ს და ბოლოს უკვე B9-ს ამ პირველ პირებს გამოუშვებდნენ, მანამდე გქონდა H8, იგივე ტიპის, იგივე სისტემის პასტა არის, როგორც H9, უბრალოდ
ოდნავ ნაკლები მოჭრით და ნაკლები სიპრიალით. შესაბამისად, ფასით შესაბამისი არის, უფრო ნაკლები ღირს ვიდრე H9 და ვიდრე B9, მაგრამ მარცვალი შიგნით ალუმინიუმ ოქსიდი ერთი და იგივეა, ანუ ყველანაირი სისტემა შიგნით აქვს ერთი და იგივე. უბრალოდ ოდნავ ნაკლები ჭრა და ნაკლები აქვს სიპრიალი. მაგრამ ფასით შესაბამისი აქვს ფასის ნაკლები გვაქვს. შემდეგი ეს არის H7. H7 ამ ყველა სისტემისგან განსხვავდება იმით, რომ ეს არის ბიუჯეტური პირველი პირის პასტა. თუ ყველა პასტა შიგნით არის 1 ლიტრი, უფრო ხშირ შემთხვევაში ემთხვევა და არის ხოლმე 1 კილოგრამი, H7-ის შემთხვევაში აქ გვაქვს მძიმე მარცვალი, სხვადასხვა ზომის მძიმე მარცვალი და ამ პასტის წონა არის სადღაც კილო 400-ზე მეტი, პრაქტიკულად კილო ნახევარია ერთი ეს პასტა და აქვს ძალიან დაბალი ფასი, ანუ ნახევარი ფასი აქვს ვიდრე სხვა დანარჩენ სერიებს. H7-ის გამოყენებას უფრო მეტად გირჩევთ იაპონურ ლაკებზე, ფარებზე, აი ესეთი ბიუჯეტურ მანქანებზე, რომელსაც დიდად არ უყურებენ, აი მაგალითად გასაყიდ მანქანებზე. თუ ნახეთ, რომ რბილი MS-ის ტიპის იაპონური ლაკია, H7 იმაზე აბსოლუტურად ნორმალურად მუშაობს და რაც თავია პასტა დაგიждდებათ იმისი ნახევარი ფასი და უფრო ნაკლები, ვიდრე დაგიждდებათ თქვათ H9, H8 და სხვა სისტემის პასტები. ამ პასტების, ღრუბლების, ქეჩების და რასაც სტენდებზე ხედავთ, კოხის სრული ასორტიმენტის პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ თბილისში, შეშელიძის 10 ნომერში და ასევე ეხლა ახალ გახსნილ ქუთაისის მაღაზიაში, ბუკიას ქუჩაზე ნომრები დაეწერება, შეგიძლიათ დარეკოთ და დეტალურად ადგილზე გაგიწევენ კონსულტაციას, როგორც თქვენ მანქანაზე, ისე თუ მუშაობთ და აკეთებთ ქიმწმენდას, ან რეცხვას, ან პოლირებით ხართ დაკავებული მანქანის, ჩვენ ყველაფერს დეტალურად აგიხსნით, გაჩვენებთ, ისე რომ მაქსიმალურად გაგიმარტივდეთ თქვენ სამუშაო და მიიღოთ რაც შეიძლება კარგი ხარისხი და კარგი შედეგი. ძალიან დიდი მადლობა რომ გიყურებთ. იგი მას შემდეგ რაც განვიხილეთ წითელი სერიის heavy cut-ის, ანუ ღრმა ჭრის პასტები, ეხლა გადავიდეთ და განვიხილოთ უკვე F6, ანუ საშუალო fine cut-ი, საშუალო ჭრის პასტა. F6-ის შემთხვევაში F6 არის ძალიან პოპულარული პასტა არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში. ამის პოპულარობა განსაზღვრა იმან, რომ მაქსიმალურად იდეალური, ძალიან კარგი ბრწყინვალება აქვს, ანუ პირველივე პირში თუ ჩვენ დავიწყებთ პოლირებას F6-ით, ბლესკის ანუ ბრწყინვალების კოეფიციენტი არის 7-დან 0, დროში ვაკეთებთ ძალიან სწრაფად კეთდება და იმის გამო რომ ჭრა შედარებით დაბალი აქვს 6-დან 0 აქვს თქვა 8.5-თან, 8-თან და 9-თან შედარებით მინიმალური გვაქვს ჰოლოგრამა. ანუ მაშინაც კი როცა ვაკეთებთ თქვა ორბიტალური აპარატით ჰოლოგრამა პრაქტიკულად არ გვაქვს თუ მაქსიმალურად სუფთა არის ზედაპირი და სუფთა არის ქეჩა და ბოლომდეა ჩაშლილი პასტა. ასევე რა თქმა უნდა მინიმალური გვაქვს ჰოლოგრამა თუ ვაკეთებ როტორული აპარატის ქეჩით. ანუ F6 მუშაობს ყველა ტიპის ქეჩაზე, ყველა ტიპის აპარატზე, როგორც როტორულზე, ისე მუშაობს იდეალურად ორბიტალურზე და ასევე რა თქმა უნდა თავისივე ფერის ღრუბელზე. თავისივე ფერის ღრუბლით ვაკეთებთ მარტო იმ შემთხვევაში, როცა გვაქვს მინიმალური დაზიანება პოლირებაში ნიშნავს, როცა გვაქვს სამრეცხაო ტილოს დაზიანება. და რა თქმა უნდა, ლაკი როცა არის რბილი ლაკი. ესეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ფუფკით. სხვა ყველა შემთხვევაში, როცა გვაქვს საშუალო დაზიანება, საშუალოზე მეტი ღრმა დაზიანება, ყოველთვის ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ გამოიყენოთ ორბიტალური ქეჩა, ორბიტალური აპარატის ქეჩა ან როტორული აპარატის ქეჩა. ასე იგი, რომ შევაჯამოთ fine cut-ის, ანუ საშუალო ჭრის პასტის უპირატესობა არის ის, რომ ვიღებთ უჰოლოგრამო ზედაპირს, გვაქვს პირველივე პირის გაკეთებისას იდეალური ბრწყინვალება, იდეალური ბლესკი და დროის კოეფიციენტი, ანუ ძალიან უფრო შედარებით სწრაფად ვაკეთებთ საქმეს, ვიდრე მძიმე ტიპის, პირველი ტიპის პასტები არის. ასე რომ აქ კიდე არის ერთი სტერეოტიპი, ბევრი F6 იყენებს როგორც მეორე პირს. ანუ იწყებენ თქვა პირველი წითელი ფერის სერიის პასტებით, თქვა იწყებენ B9-თან, H9-თან, H8 და მეორე პირად აგრძელებენ ხოლმე F6, რაც არ არის სწორედ ჩვენი აზრით, თუ თქვენთვის ესე უფრო პრაქტიკულია და ნუ ამ სისტემას მიჩვეული ხართ, აეწყოთ ამ სისტემას,
რა თქმა უნდა იმუშავეთ, მაგრამ ჩვენთვის ჩვენი აზრით და ამას რა თქმა უნდა ვეკითხებით ქარხანასაც, ქარხანაც ამას ამბობს, რომ ყოველთვის უნდა დაიტესტოს დეტალი, სანამ მანქანაზე პოლირებას დავიწყებთ. თუ ჩვენ ხვდებით, რომ F6-ით და K-ით ვთქვათ, უმკლავდებით ამ ნაკაწრებს, რაც გვაქვს, აღარ გვჭირდება უფრო ძლიერი პასტა, რა თქმა უნდა გავაკეთოთ F6-ს. თუ გვჭირდება უფრო ძლიერი პასტა, უკვე ვაკეთებთ აი ამ პასტებით. შუა ლედური სისტემა, როდესაც ვთქვათ, ფარსხრით ნახაზი უკვე მოხსნილია და ჩავსვათ ფარსხრის შემდეგ კიდევ გაგრძელება გავუკეთოთ რამე პასტით, ამას არანაირი აზრი არ აქვს. ფარსხრის შემდეგ უნდა დამთავრება გავაკეთოთ უკვე ამ სერიებით, რომელზეც ვისაუბრებ. ეხლა იასამნისფერი ანტიჰოლოგრამა სერიებით, რომ ბრწყინვალება მოემატოს მანქანას და ჰოლოგრამა, რაც დაგვიტოვა ჰარსხრამ და თქვათ ქეჩებმა მუშაობის დროს, ის ჰოლოგრამა გავაკროთ. მოკლედ F6 არის იდეალური პასტა, ვისაც არ გაგიტესტავთ, გატესტეთ, დაიწყეთ თავიდანვე F6-ით. რა თქმა უნდა, ყველანაირი ქეჩით, როტორულითაც და ორბიტალურითაც. ასევე F6 აქვს თავისი პატარა 250 გრამიანი შეფუთვა. შემდეგ ეხლა რაც განვიხილეთ, თქვა წითელი სერიები და F6 Fine Cut-ის ჭრა, გადავიდეთ მოდი დასრულების პასტებზე, აი ამ სამ პასტაზე. გავაკეთებთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ H8, H8, B9 თუ H7 თუ F6-ით. შემდეგ იმისთვის რომ ბრწყინვალება ბლესკი მოემატოს და ჰოლოგრამები გავაკროთ, უნდა დავასრულოთ M2-ით, P3-ით ან M3-ით. M2-ით ვასრულებთ იმ შემთხვევაში, როცა არის იაპონური ლაკი. უკეთესია დავასრულოთ, როცა არის იაპონური ლაკი. ეხლა მე რაზეც ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავასრულოთ თქვათ გერმანული მანქანას და გერმანული HS-ის ტიპის ლაკი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რომელია ყველაზე უკეთესი უმჯობესი ვარიანტი. უკეთესი და უმჯობესი არის კორეულ მანქანებზე, Hyundai-ზე, Kia-ზე, იაპონურ მანქანებზე, Toyota, Honda, Nissan, ესენი ყველა, რომელსაც აქვს შედარებით რბილი MS-ის ტიპის ლაკი, დავასრულოთ და ანტიჰოლოგრამა პასტად გამოვიყენოთ M202, რომელსაც მოჭრა აქვს 2.5 და ბლესკის კოეფიციენტი აქვს 9 და 0. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ თავიდან როცა ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ეს სერია ანტიჰოლოგრამა პასტებზე ქეჩები არ მუშაობს, იმიტომ რომ აქ ჩვენ დანიშნულება არ არის, რომ ღრმა ნაკაწრები მოხსნათ, აქ ჩვენ დანიშნულება ბრწყინვალების მომატება და მინიმალური დარჩენილი ჰოლოგრამების გაქრობა. ესენი მუშაობს მარტო იასამნისფერ ღრუბელზე, იასამნისფერ გუბკაზე. ეს ახალი სერიის გუბკები, რომელსაც აწერია SE, ეს ნიშნავს soft, ანუ ეს არის შედარებით უფრო მეტად რბილი, ვიდრე იყო წინა სერიები. წინა სერიები უფრო მორგებული იყო გერმანული მანქანის ლაკებს. ეს უფრო უნივერსალია და ყველა ტიპის ლაკზე მუშაობს ეს soft-ის ღრუბელის, ანუ დაწყების დროს, როდესაც ღრუბელი არის მშრალი, უნდა შევაზილოთ პასტა კალგად, რომ თლიან ზედაპირზე გადანაწილდეს პასტა და დასრულდეს თლიანი ზედაპირი, რომ მშრალი ზედაპირი არ გქონდეს. შემდეგ უკვე გაგრძელების დროს ჩვეულებრივად წერტილებს დავადებთ და რაც შეიძლება ცოტა რაოდენობით უნდა გამოვიყენოთ პასტები. შემდეგი არის P3, აი ეს მწვანე პატარა ზოლი იასამნისფერ ზოლთან ერთად. მწვანე პატარა ზოლი ნიშნავს იმას, რომ ეს პასტა შეიცავს ვაქს. ვაქსის ხარჯზე თუ M2-ის ბრწყინვალება იყო 9 და 0, ამისი არის ოდნავ მეტი, 9.5, ეს ხდება ვაქსის ხარჯზე. თუ ჩვენ მხოლოდ პოლირებით უნდა დავასრულოთ ავტომობილის დამუშავება, მაშინ ჩვენ გირჩევთ, რომ გამოვიყენოთ P3. როდესაც გვაქვს HS-ის ტიპის ლაკი, აი გერმანული მანქანები, Volkswagen, BMW, Mercedes და სხვები. სადაც გვაქვს HS-ის ტიპის ლაკი და მხოლოდ პოლირებას ვაკეთებთ, აღარ ვაგრძელებთ, არც კერამიკას ვაკეთებთ, არც სხვა ტიპის რამე ვაქს უსვამთ მანქანას და ასე შემდეგ. იდეალურია, რომ პირველი პირების შემდეგ, ან F6-ის შემდეგ დავასრულოთ P3-ით. ამ შემთხვევაში 3 და 2 გვაქვს ჭრა და 9.5 გვაქვს ბლესკის კოეფიციენტი. ასევე რა თქმა უნდა, P3-ით შეგვიძლია დავიწყოთ და დავასრულოთ, როდესაც თქვათ ამას ეძახიან ცენტრის მანქანებს და იმას, ანუ აი მინიმალური არის ეს ნაკაწრი ობობის ქსელივით და გვინდა რომ უბრალოდ მანქანაზე სუფთა მაღალი ბლესკი მივიღოთ. ესეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ესე შეგიძლიათ პირდაპირ დაიწყოთ P3-ით, მაგრამ ეს ნაკლებად ხდება ხოლმე, უფრო მეტად რა თქმა უნდა 99%-ში P3-ს გამოიყენებენ როგორც ანტიჰოლოგრამა დამამთავრებელ პასტას. და შემდეგი არის M3, M3 არის იგივე აბსოლუტურად რაც გვაქვს P3, უბრალოდ აქ არ გვაქვს ვაქსი. და იმის გამო რომ ვაქსი არ გვაქვს, 9 და 0-ია ამისი ბრწყინვალების კოეფიციენტი.
M2-ს და M3-ს ვიყენებთ მაშინ, როცა გვაქვს გაგრძელება, ანუ როცა გვინდა რომ მანქანა დავაკერამიკოთ, დავასილენდოთ, ვაქსი წაუსვათ, უნდა გამოვიყენოთ დავასრულოთ პოლირება M2-ით და M3-ით. P3-ით დასრულება არ შეიძლება. რომ ეს შეიცავს ვაქსს და ვაქსს ზედაპირიდან ვერ ამოვიხილთ. შემდეგი სერიები ესენი უკვე არის P სერიის პასტები, აი ესეთი მწვანე ზოლით, ასეთი ბილი ღრუბლით. P სერიის პასტების ფუნქცია არის ბრწყინვალების მიცემა, ბლესკის მიცემა მანქანაზე. P სერიის პასტების ფუნქცია არ არის ნახაზების, ნაკაწრების მოხსნა. P სერიის პასტები არის ძალიან ბიუჯეტური, იაფი ღირს და ამას ვიყენებთ იმ შემთხვევაში, როდესაც დავამუშავეთ უკვე მანქანა, რაღაც ნახაზი გვაქვს, რაღაც ჰოლოგრამა არ გვაქვს და გვინდა რომ აუწიოთ ბლესკი, ან მაღალი ბლესკი მივიღოთ. ან ვიყენებთ იმ შემთხვევაში, როცა დავამუშავეთ მანქანა, თქვა პირველი პირით გუბკით დავამუშავეთ, არ გვაქვს დიდი ჰოლოგრამა, არ გვჭირდება ეს სამი ტიპის იასამნისფერი პასტები, ანტიჰოლოგრამები და პირდაპირ რა თქმა უნდა შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგალითად P101, P203. აი ეს პასტები თუ არ გვაქვს ჰოლოგრამა და უბრალოდ მანქანაზე გვინდა რომ ბრწყინვალება, ანუ ბლესკმა მოიმატოს. ამ პასტებს შორის განსხვავება P1-სა და P2 შორის არის ის, რომ ამისი მოჭრის კოეფიციენტი მაინც აღჭრა ოდნავ 1-დან 0, ამის ჭრის კოეფიციენტი არის 2-დან 0. ამ პასტას P203-ს იყენებენ ბილ ლაგზე ასევე ანტიჰოლოგრამათაც, რადგან მაინც აღჭრა 2-დან 0. როცა გვინდა ბიუჯეტური, ასე ვთქვათ, ანტიჰოლოგრამა ავიღოთ, აი მინიმალური გვაქვს ჰოლოგრამა, პრაქტიკულად არ გვაქვს ჰოლოგრამა და არ გვინდა ვთქვათ ეს პასტა, გვინდა ნახევარი ფასი გადავიხადოთ ამ ანტიჰოლოგრამაში, ასევე შეიძლება P203-ითაც გაკეთდეს ანტიჰოლოგრამა. P101-ის უფრო მეტად აი ამ პასტის P101-ის ფუნქცია არის როგორც სონაქს რო იცნობენ ბაზარზე იმ დანიშნულების, მაგრამ განსხვავებით სონაქსისგან ამისი მთავარი უპირატესობა არის, რომ შეგვიძლია წაუსვათ ან დავამუშავოთ როგორც პოლირების აპარატით, ისე შეგვიძლია ხელით წაუსვათ მანქანაზე აპლიკატორით და ყველა ფერის მანქანაზე შეგვიძლია გამოვიყენოთ. თუ სონაქსის შემთხვევაში შავი სონაქსი უნდა გამოვიყენოთ შავი ფერის მანქანაზე, წითელი სონაქსი წითელზე და ასე შემდეგ ფერების მიხედვით, ხო? აი ამ ერთ პასტას ვიყენებთ აბსოლუტურად ყველა ფერის მანქანაზე და ჩვეულებრივად შეგვიძლია წაუსვათ ხელით. რა თქმა უნდა, იმ მიკრონაკაწრებს და იმას ყველაფერს დაფარავს და მაქსიმალურად მაღალ ბლესკს მივიღებთ. ფასი არის მინიმალური და ბიუჯეტური, ანუ ყველაზე მაღალი ბლესკია, რაც შეიძლება იყოს 9.5 და ჭრა 1-დან 0 ჭრა თითქმის არ აქვს. შეგვიძლია გამოვიყენოთ ხელით წაუსვათ და შეგვიძლია პოლირების აპარატით. ასევე დაგაცნობთ მეტალ პოლიშს. ეს პასტა გამოიყენება ნიკელისთვის, ქრომისთვის, ანუ უმეტეს შემთხვევაში იმის გამო რომ ჩვენთან სამრეცხაო სისტემები არც თუ ისე გამართულად მუშაობს, მანქანებს აქვს ჩამჯდარი ჭუჭყები ნიკელზე გარედან და რა თქმა უნდა ამას ესე სამრეცხაო შამპუნებით, ხელით, ტილოთი რა თქმა ვერ მოაშორებთ. ამას ჭირდება თავისი პასტა მეტალ პოლიში, ნიკელს უბრალოდ ტილოზე დაგვაქვს ძალიან მცირე რაოდენობით და ხელით მექანიკურად ის ძალიან მარტივად აშორებს ყველა ჩამჯდარ ჭუჭყს, რაც ზედა აქვს, აძლევს იდეალურ ბზინვარებას და აღადგენს როგორც ახალად ამ ჩვენ ნიკელს. რა თქმა უნდა, თუ ნიკელი, ანუ ყველა მონაკვეთზე გარედან სადაც არ უნდა კონდეს მანქანას ნიკელი, ყველა მონაკვეთზე შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. ძალიან მარტივად გამოიყენება და აი ეს ტოპიკი იმიტომ აბასეთ პატარაში, რომ ძალიან ბევრ მანქანაზე, ბევრ მონაკვეთზე ეს გეყოფ. განსაკუთრებით ახლა ეს შეუძლია გამოიყენოს, ვისაც თავისი მანქანა ყავს და დაბურულია ეს ნიკელი და უნდა რომ აღადგინოს, ახუდგინოს ქარხნული ფერი, ასევე ვინცაც სერვისი აქვს, დითეილინგს, პოლირებას აკეთებს, არის ძალიან ეკონომიური, ძალიან ბევრ მანქანაზე იყოფა მეტალ პოლიში. დიდი მადლობა, ეს იყო ჩვენი დღევანდელი განხილვა. კითხვების შემთხვევაში შეგვიძლია დაგვირეკოთ ამ მითითებულ ნომერზე, რომელიც გამოჩნდება და ასევე სიახლე მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში გავხსენით ჩვენ უკვე ჩვენი ტრენინგ ცენტრი, ქუთაისში გავაკეთეთ ჩვენი მაღაზია, ვინც ქუთაისში ცხოვრობთ, თქვენ მანქანისთვის გინდათ, ან დითეილინგი გაქვთ, პოლირებას აკეთებთ, ქიმწმენდას აკეთებთ, გამოჩნდება ნომერი ახლა და შეგიძლიათ დაურეკოთ კახას, მისამართს გეტყვით
აგიხსნით მაღაზიაში ყველაფერს, დეტალურად იქ გვაქვს ყველაფერი, მაქსიმალურად კარგ მისაღებ ფასებად და ყველაფერს აგიხსნით, ადგილზე გაჩვენებთ, დაგიტესტავთ და ასე შემდეგ. ანუ ისე რომ კითხვის ნიშნები არაფერი არ გექნებათ. თბილისში შეგიძლიათ გვესტუმროთ შეშელიძის 10-ში და ქუთაისში შეგიძლიათ გვესტუმროთ ბუკიას ქუჩაზე. ორივეს ნომერი დაეწერება და შეგვიძლია დავარეკოთ. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ.